დილამშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. როგორ ხართ? შემომიერთდით და დავიწყოთ. დღეს მკითხეს YouTube-ზე. სად გაიზარდეო? ამას მინდა გავცე პასუხი და კიდე მინდა გავცე პასუხი ერთ საკითხს. ვიპოვე თუ არა ჩემი თავი, თუ ჯერ კიდევ ვეძებ ჩემს თავს. არ ვიცი თქვენ როდის შემომიერთდებით, მაგრამ მე დავიწყებ საუბარს, კარგით? ალბათ ნახავდით იმ ვიდეოს, სადაც ვიგინები და გეუბნებით, რომ ვისაც ჩემი გინება არ მოსწონს, იმის დედაც თქო, ხო? აი ამაზე მკითხეს, რომ სად გაიზარდეო რა და მე მინდა გითხრათ, რომ გავიზარდე საქართველოში და ასევე ნახევრად გერმანიაში. 95 წელს ჩვენ წავედით გერმანიაში, რადგან აქ ესეთი ვითარება იყო, რომ პოლიტიკურად მამაჩემი იდევნებოდა. გაერიდა ვითარებას და წავიდა გერმანიაში და წაგვიყვანა ჩვენს ბავშვები, ოჯახი. როდესაც გერმანიაში ვცხოვრობდით, იქ დავდიოდით რა თქმა უნდა სკოლაშიც, მიუხედავად იმისა, რომ ენა არ ვიცოდით ჯერ სრულყოფილად და დაახლოებით წელიწად ნახევრის შემდეგ ჩვენ ისევ წამოვედით საქართველოში. და გავაგრძელეთ სწავლა გერმანულ ენოვან სკოლაში, დიდ ღომში, 186 სკოლაში. დასრულებით მოგიყვებით, რადგან რახან კითხვა დაიცვა, მოგიყვებით. ზაფხულის არდადეგებზე ჩვენ ჩამოვდიოდით ასურეთში, ახლა სადაც მე ვარ. ბებია-ჩემი სადაც ცხოვრობდა, მამა-ჩემი სადაც გაიზარდა, ასურეთში, თეთრი წყაროს რაიონი არის ეს. და აქ ვიყავით ხოლმე ზაფხულის არდადეგებზე. სკოლა როცა იწყებოდა, ჩვენ მივდიოდით დიდი ღომში და ვაგრძელებდით ჩვეულებრივ ქალაქურ ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცი, რატომაც დამნიშვეს ეს კითხვა, სად გაიზარდეო, მინდა კულტურულად გიპასუხოთ, სად გავიზარდე და აბსოლუტურად სხვა რაკურსით გიპასუხოთ, სად გავიზარდე. როდესაც დავამთავრე სკოლა, ჩავაბარე უნივერსიტეტში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე და ვსწავლობდი პანტომიმაზე. თუმცა პანტომიმაზე წელიწად მხოლოდ 2 სემესტრი ვისწავლე და გადავიტანე მერე საბუთები კულტურის მენეჯმენტზე. და თან პარალელურად ვიყავი კახა ბაკურაძესთან დასში, მოძრაობის დასში. სცენაზეც გამოსულ ვარ, მიცეკვია, როგორც მსახიობს. ტელევიზიითაც გამოსულ ვარ. ფილმებშიც მიმიღია მონაწილეობა. მაგრამ მოხდა ისე, რომ როდესაც გადავწყვიტე გერმანიაში წასვლა, სასწავლებლად, ხო? ჯერ ოპერად წავედი გერმანიაში. და 1 წელი ოპერად ვიყავი გერმანიაში. მაგრამ იმდენად მომეწონა გერმანია, რომ სწავლა გავაგრძელე და 11 წელი ვსწავლობდი. და ახლა მინდა გაჩვენოთ, რას ვსწავლობდით 11 წელი. რას ვსწავლობდით 11 წელი, ხო? საინტერესო კითხვა არის. აი ახლა ამოვალაგე ჩემი საბუთები და უბრალოდ ზოგიერთი ადამიანი, რომელიც
რომელსაც ეჭვიეპარება იმაში თუ რას ვაკეთებდი, ვარ თუ არა რაღაცა მნიშვნელოვანი პიროვნება, ხო? აი მინდა განახოთ, ეხლა ეს ვათარგმნინე უცხოეთში განათლების აღიარება, იმიტომ რომ 2015 წელს გაიცა დიპლომი, რომლის თანახმად მას მიენიჭა ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი სპეციალობა პროექტის დაგეგმა და განხორციელება. თამარ გეფარდისთვის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში მინიჭებული კვალიფიკაცია შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის რაღაცა ბრძანებით გათვალისწინებული მეოთხე დონის კვალიფიკაციის ბაკალავრი. და აი გაჩვენებთ ახლა ჩვეულებრივად რა არის ჩემი მონაცემი, ნიშანსაც გაჩვენებთ, რა ნიშანზე დავამთავრე. ესენი იყო ის საკითხები, რაც მე გავიარე ბოლო წლებში და საბოლოო ჯამში ჩემი ნიშანი იყო 1.4. აქ ხო საძელი არ ვიცი ზუსტად 1.4. 1.4 ნიშნავს მეგობრებო იმას, რომ 10 ქულიდან 9.4 რომ აიღო 10 ქულიდან 9.4-ზე მაქვს დამთავრებული ჩემი ბაკალავრის ფაკულტეტი და დიპლომი. გარდა ამისა, ახლა გაჩვენებთ აქ რა პრიზები მაქვს მიღებული. ესე იგი, ეს იყო ჩემი ფილმის პირველი პრიზი, მესამე ხარისხოვანი პრიზი მივიღე საზოგადოების მიერ დაჯილდოებული. ეს არაფერი ისეთი აქ 16 წლის თუ 14 წლის ვიყავი, ხინთი ვიზასთან რომ მივიღე მონაწილეობა ფილმში. ეს აქ იწერია ჰერ თამარ ინასარიძე, მაგრამ აქ უნდა ეწეროს ფრაუ თამარ ინასარიძე. ანუ ქალბატონი თამარ რითი გერმანიაში რითი რაც მთავრდება სახელი, გონიათ რომ არის მამაკაცი და ესე მიმაწერეს რომ ბატონი თამარ ინასარიძეო რა და ეს ჩემი ფილმების სერტიფიკატები რომ გავიდა საუკეთესო ფილმები ტელევიზიით. ეს არის დაადის დაფინანსებას რო ვიღებდი უნივერსიტეტში. ეს სიგელები რაღაც აქ მონაწილეობას ვიღებდი ხოლმე ლიტერატურულ გამოსვლებში. ეს სიგელი არის ისი. ხო, გავიმარჯვე რაღაცა მოთხრობა დავწერე და გავიმარჯვე სკოლაში და მოკლედ სიგელიც მივიღე. ასევე სიგელი 186 საშუალო მერვე კლასის მოსწავლეს თამარ ინასარიძეს მოსწავლე 52 რესპუბლიკის სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციის უცხოური ენების სექტაში მოპოვებული წარმატება. ხო, ნუ ახლა გერმანული ენა. ეს ყველაზე ბოლო სერტიფიკატი, სადაც ავიღე, რომელიც ავიღე ერთ-ერთ ფსიქოლოგთან. და ეს სერტიფიკატები, რომელიც ავიღე გველოგაშვილთან. პირველი, მეორე და მესამე კურსი. მეოთხე და მეხუთე კურსი აღარ ავიღე, იმიტომ რომ გავწყვიტე მე 6 კურსზე, იმიტომ რომ აღარ მჭირდებოდა. მოკლედ, ეს და კიდე მრავალი სხვა. ხო, ჩემი ფილმი გავიდა კინოსახლში და ასევე კაპიტოლის გერმანიის კაპიტოლის კინოში. დაჯილდოვდა როგორც საუკეთესო ფილმი ჩემს უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდი და
დღესაც გამოკრული აქვს ეს პლაკატი, დღესაც. რამდენი წელი გავიდა, უკვე 10 წელი გავიდა, რაც მე დავამთავრე ეს უნივერსიტეტი და პირველი რომ შედიხარ ჩვენს უნივერსიტეტში გამოკრული ძალიან აი ეს ახლა ქართული ვერსიაა, გერმანული ვერსიაც არსებობს. და მოკლედ მე ძალიან ბევრი გამოცდილება მაქვს სწავლის მხრივ. გარდა ამ სერტიფიკატებისა, კიდევ მინდა გაჩვენოთ კიდე სხვა სერტიფიკატები, რომელიც აღებული მაქვს, ოღონდ ახლა იქით უნდა შევიდე. იმასაც გაჩვენებთ რა, გაჩვენებთ, რომ მე გუშინ მოვისმინე ესეთი ძალიან საინტერესო წინადადება ერთი ადამიანის მიერ, რომ იცი რაო, ესე ვფიქრობო, რომ შენი თავი არ გაქვსო ჯერ ლაპონია და გარეთ დაეძებ კიდე რაღაცეებსო რა და ძალიან დამაფიქრა ამ სიტყვამ რა. ესეთ ნუ თუ მართლა ესეთ შთაბეჭდილებას ვტოვებ მე, რომ ჩემი თავი არ მაქვს ლაპონი. ძალიან წუხარ, ძალიან წუხარ და მეწყინა, იცით? ალბათ ძალიან დავაკელი ჩემი თავის მარიაჟობა ხალხს, რომ ესე ფიქრობს კაცობრიობა და განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც ესე ზერელად შეხედავენ ხოლმე ჩემს ლაიფებს და ზერელად გამოიტანენ ხოლმე აზრს. ძალიან გული მეტკინა, მართლა ოღონდ რა და ამიტომ მინდა რომ გაჩვენოთ სად ვიპოვე ჩემი თავი და სად არა. ეს არის ჩემი უნივერსიტეტის ბოლო უნივერსიტეტის და ეს არის წინა უნივერსიტეტის იოანეს გუთენბერგის უნივერსიტეტი. ეხლა აღიარებული იქნა როგორც საუკეთესო 10 საუკეთესო უნივერსიტეტის შორის ყველაზე საუკეთესო უნივერსიტეტად არის აღიარებული დღეს საერთაშორისო უნივერსიტეტებში. ახლა გაჩვენებთ მე თუ რა მოიცადეთ, აი ეს იყო სტუდიენ კოლეჯში, როდესაც ჩვენ ვიყავით, მე პირველად ვაბარებდი გამოცდებს, აი ესე გამოვიყურებოდი და სხვათა შორის აი ამ თელმა ხალხმა ამირჩია როგორც კლასის თავი. სხვათა შორის იმ დღეს მე არ ვიყავი მისული, ცუდად ვიყავით რაღაც და მეორე დღეს რომ მივედი, ჩვენი დავრიგებელი მეგებება კორიდორში და მეკითხება, რომ რა გაუკეთეო ამ ხალხსო რა, ესეთი თვალებით და რა გაუკეთე მეთქი რა ხდება თქო და არჩევნები იყო. არჩევნებზეო ერთ ხმადო აგირჩიეს შენო, ერთ ხმადო. აი, ყველა მაგირჩია შენო. წარმოგიდგენიათ? რა ვიცი, გაკვირვებული დავრჩი მეც, რატომ რით დავიმსახურე, მაგრამ დავიმსახური ალბათ რა. აი, ეს არის ჩემი ნაშრომები, მეგობრებო, გერმანულ ენაზე. სადაც გვიწევდა ესე იგი დავალებების პროტოკოლი, ანუ პანტოკრატო კლოსტერზე მაქვს მაგალითად ნაშრომი დაწერილი, ხო? აი ეს იყო მთლიანი ნაშრომი ჩემი დაწერილი. ნუ ამაში კარგი ნიშანი ვერ მივიღე, მართალია, აი აქ ნახეთ რა ნიშანი მივიღე, ხო? მაგრამ იმასთან იმის მიხედვით, რომ ხო, ნუ მეცნიერული სამუშაოა ბოლოში უნდა დაურთო აუცილებლად წყარო საიდან გაგეს ამოკრეფილი მთლიანი ნაშრომი. მაგრამ გამსვლელი ნიშანი მივიღე ამ თემაში. მერე იყო Ostromische Plastik-Katalog des Tresor eines Kaiserstatues. აი მაგალითად ამაზეც რაღაცა ნაშრომი დავწერე გერმანულ ენაზე, არ გიგონეთ ქართულ ენაზე. ეს არის ჩემი ნაშრომები, მეგობრებო, სადაც მეცნიერულად მუშაობდი მე ერთ დროს. მაგრამ მოგეხსენებათ, მეგობრებო, მუშაობა და სწავლა ერთდროულად, ხო? მუშაობა და სწავლა ერთდროულად უცხო ქვეყანაში არის ძალიან რთული და უბრალოდ მეცნიერული ნაშრომები ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. აი მაგალითად აქაც. ეს უკვე მერლინ მონროზე თემა ავიღე და მერლინ მონროზე, იმიტომ რომ დამატებითი
დამატებითი ის ქონდა, რა ქვია, განხრა ფილმცოდნეობა და ფილმცოდნეობის მიზნით აი ესეთი ხედავთ კიდევაც შესწორებულებია ბევრი. ესეთი ნაშრომი დავწერე. ხო, მე ვოტი კრონე ლეონ მეოთხესი, მეხუთესი უფრო სწორად. აი ასეთი ისენია, რა ქვია, ნაშრომები მქონდა შედგენილი გერმანიაში და სწავლობდი, გამოძრა ახლა. ჩავდებ ერთი წუთით და გავაგზავნებ. სწავლობდი დაახლოებით 11 წელი და შეცვლილი მაქვს რამდენიმე განხრა, შეცვლილი, რითი დავიწყე ეგვიპტოლოგიით დავიწყე და გავაგზავნე მე ბიზანტინური ხელოვნებით, ქრისტიანული არქეოლოგიით და დავამთავრე საერთოდ სხვა რაღაცით. აი მაგალითად ნაშრომები ამ ბიზანტიური ხელოვნების შესახებ რა ნაშრომები არსებობს. ერთი თემა ავიღე და იმ თემაზე დავწერე. მე მაგალითად კიდევ რაღაც დაშენდა ფიგურონ, მაგალითად კლაუდია გალოტი ან ანდრია, ხო ეს როცა თეატრმცოდნეობაზე ვსწავლობდი და ფილმცოდნეობაზე. ხო, საწავიდნენ ჩემი ნაშრომები, როდესაც ვსწავლობდი პედაგოგიაზე. ანუ აი აქ წერია თამარ ინასარიძე გებორნ 20 თებერვალი 85. არ გიგონით რომ სხვის ნამუშევრებს გაჩვენებთ მეგობრებო რა. ხო და ეს საბუთები იყო. აი ეს დაფინანსება იყო, რომ დამაფინანსეს. ესეც დაფინანსება იყო, ანუ რამდენიმე დაფინანსება მივიღე. დაფინანსება ისე კი არა, რომ ვინმე ნიშნების მიხედვით. კარგ ნიშნებზე ვსწავლობდი და იმიტომ დაფინანსება. თორე ნიშნები რო არ ქონოდა კარგი, დაფინანსებას არავინ არ მოგცემდა გერმანიაში. ეხლა მე გაჩვენებთ რა გავაკეთე, როცა ვსწავლობდი მედიენ დიზაინზე, ხო? ეხლა გაჩვენებთ აი ამ ყველაფერს მეგობრებო რა. აი ეს ჩემი ნიშანი ქართული სკოლის 2.7 იყო. ესე გამომივიდა ქართული სკოლიდან რომ შევიტანე მე გერმანიაში საბუთები. 2.7-იც კარგი ნიშანია იმათთვის. და ეს რა იყო? ხო. გადავალოთ ახლა ჩვენის იმას თვალი. რეებს სწავლობდი და რეებს არ სწავლობდი. ხო გაინტერესებდათ. აი მაგალითად ფილმების ნამუშევრები, რა ფილმიც მაშინ DVD-ები იყო. DVD-ებზე წერდით და ისე ვინახავდით და ეხლა ფლეშკა არის და ასე შემდეგ. ეს უკვე ანიმაციაზე რომ გავდიოდი. ხო. მედიენ ინფორმატიკას. კიდე რა. ხო, ეს ჩემი პირველი ჟურნალი, რომელიც გამოვეცით. აი ეს. აბა ვნახოთ შიგნით რა არის, გაინტერესებთ? ზოგს აინტერესებს ახლა, რა ვიცი. ну რაღაცა უნდა შეგვექმნა ჩვენი ქავერები და ეს ქავერები შევქმნი მაშინ აი ესენი ჩემი შექმნილია მეგობრებო რა. თემის მიხედვით ქონდა რაღაცეები. მე ეს იყო რეფერატი. ეს არის პირველი ჟურნალი, რომელიც იყო დავალება.
ეხლა მოდი კიდე გავიდეთ სხვა რაღაცები გაჩვენოთ. მაგრამ ისაც წავიდა ვერ დავინახე. პატარა სიგელები რომ მქონდა. პატარა სიგელები რომ მქონდა, საწავიდა არ ვიცი. კაი, წავიდეთ ფილმი. აბა ფილმზე რა ვისწავლეთ, აბა ნახოთ რა ვისწავლეთ ფილმზე. ფილმზე ვისწავლეთ როგორ წერდით სცენარებს, როგორ უნდა დაიწეროს სცენარი, როგორ უნდა შედგეს მაგალითად ამას ქართულად რა ქვია? არ ვიცი ქართულად რა ქვია, დამავიწყდა. ხო. გერ დამავიწყდა. ეხლა არ მახსენდება უბრალოდ. აქ რა ვისწავლეთ? Gestaltungssprache. ეს ინფორმატიკას რო სწავლობდით. Gestaltungssprache. ხო, ეს იყო, როცა ვსწავლობდით ხმას, მაგალითად, ხო? თონ. ანუ ხმაც ხო სჭირდება. მაგრამ იქ ძირითადად დიგიტალურად ვსწავლობდით. აი ეს იყო ჩემი სცენარი, პირველი სცენარი, რომელიც დავწერე გერმანულ ენაზე. და მე გადავიღეთ ფილმი ამის შესახებ. ეს სხვა სცენარი. გავიხსენოთ შენი წარსული განვლილი დრო. ეს ვეძებდით გადამღებ ადგილებს და უნდა მოგვეძებნა სად რა ადგილები იყო. ისეთი ადგილები, სადაც თქვათ ლოკაცია იქნებოდა საინტერესო და რასაც გამოვიყენებდით მე ფილმისთვის და ესეც ერთი კურსი იყო. მოკლედ ძალიან ბევრი რა მეგობრებო. აი ეს ფილმი ამაში მაგალითად მივიღე პრიზი. რა ქვია კაცო ამაზე? როგორ დამავიწყდა? სანამ ფილმი გადაიღება, ჯერ ესეთი მონახაზები დგება და დაახლოებით ოპერატორმა რო იცოდეს რა მიმართულება აიღოს. და აი ესე რაღაცას ადგენენ. ვიყიდოთ დედაზეც ჩემ სადიპლომო ფილმისთვის ის ცალკე ორდნერი მაქვს და იმასაც გაჩვენებთ. აი ესე. ხო, მოკლედ ჩემი სიგელები დღეს ეხლა რას ვეძებ, იცი? ეხლა ვეძებ ვიყიდოთ დედას ორდნერს. ვიყიდოთ დედას ორდნერს, ცალკე გაჩვენებთ. ხო,
ნუ ეს საბავშვო წიგნი რო გამოვეცი, ალბათ ყველა მიცის, ხო? საბავშვო წიგნი გამოვეცი. კიდე ვთარგმნე ენოქის წიგნი, რომელიც აგერ საბერძნეთშიც გაიგზავნა უკვე მოთხოვნადია ძალიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამისგან ფულს არ ვიღებ არაფერს. ლევან პეტრიაშვილი ყიდის ამას და სიკეთეში მიეცეს მას ეს თანხა. მაგრამ ფაქტის სახეზეა, რომ მე ფულისთვის არ მითარგმნია ეგ წიგნი, ხო? და ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ კიდე რეები გავაკეთე გერმანიაში. ნუ ხალხი როგორც ჩანს, ხალხი არის ცოტა ურწმუნო ამ ხრივ რა, რომ არ ჯერათ რომ რაღაცა გამიკეთებიდეს მის, არ ჯერათ და ჯერათ რომ ჯერ კიდევ ჩემ თავს ვეძებ და არა და იცი როგორ მობეზრებული მაქვს უკვე ჩემი თავი. აი მობეზრებული რა მხრივ იცით მეგობრებო? ყველაფერი რო იცი და აღარ გინდა და კი დავეძებ, ალბათ ეს უფრო ესეთი ის იყო, რა ქვია, კრიტიკა, რომ სხვაგან დავეძებო რაღაცას, რაც შენ თავში ვერ ვიპოვე, ვთქვათ, ხო? და მე კიდევ მგონია, რომ რაც ჩემ თავში დავაგროვე, იმას თქვენ გიზიარებთ და აუ მაგრად გამიტყდა ოღონდ რა. აი ძალიან მაგრად გამიტყდა ეს დაჟე ისიც კი ვიფიქრე, რომ საერთოდ გავანებებ თავს ყველაფერს და აღარაფერს აღარ მოყვები, იმიტომ რომ ეს არის კიდე ერთი ოდნერი, მას ვაკეთებდი გერმანიაში. მოდი ესე დაგათვალიერებინებთ რა. ეს არის ჩემი სადიპლომო ორდნერი. ვიყიდოთ დედა. აი, სცენარი, ნუ აქაც რა თქმა უნდა, მანამდე კიდევ პატარ-პატარა სცენარები მქონდა დაწერილი. მაგრამ ხო, გამახსენდა კიდე, აი აქაც მივიღე მონაწილეობა. მოძრაობის თეატრი იყო წასული, არის ეხლაც დრამ-დანს ქვია. გერმანიაში და იქაც გამოვედი სხვათა შორის ამათთან ერთად ეკა რობაქიძეა და ეს არის ზვიად ჯაოშვილი, მე მგონი ჯაოშვილია და გერმანიის სცენაზეც გამოვსულ ვარ მეგობრებო, ერთხელ ბონში და ერთხელ ფრაიბურგში. ნუ არ მიყვარს მარიაჟობა, მაგრამ უნდა ვიმარიაშო, როგორც ჩანს უნდა ვიმარიაჟო. ასევე ფრანკფურტის წიგნების სად არის ფრანკფურტის წიგნების გამოფენაზე რო გაიმართა 2011 წელს დადგმული ჩემს მიერ ინიცირებული ან დაწერილი სცენარი, აი ამას ერქვა თინეიჯერის დღიურები კი არა და ხო, თინეიჯერის დღიურები ერქვა სხვათა შორის. ოპერის დღიურებიდან ესე ერქვა, მოიცადე სად არის ეგ პლაკატი. ჩემს მიერ შექმნილი პიესა, დავდგით, ჩემივე რეჟისორობით და ისე მოხდა, რომ გავიტანეთ ეს სპექტაკლი ფრანკფურტის იმაში გამოფენაზე, წიგნების გამოფენაზე, მაგრამ მე ვერ დავესწარი, იმიტომ რომ საქართველოში ვიყავი და აქ დარჩენა მომიხდა, რაღაცა თერაპიას გავდიოდი. მაგრამ ძალიან წარმატებულად შეაიარა სხვათა შორის ამ სპექტაკლმა და მომილოცეს და ხო,
თინეიჯერი ოპერის დღიურებიდან სად წავიდა ის პლაკატი როგორ სად არის ყველაფერი დაურია ხო ეს ერთი ქართველები იყვნენ ერთად ვდგავდით სპექტაკლზე და მაშინ ისეთი პერიოდი იყო რომ მაინციდან ფრანკფურტში ჩასვლა მიწევდა ხოლმე და პურის ფულიც არ მქონდა გზის ფულიც არ მქონდა ხოლმე მაშინ ისე გაჭედილი ვიყავი ბანკის ვალები როცა მქონდა რომ ეს დაგვიდგა ეს სპექტაკლი რა და იქ ხო ნუ იმას ვიხდიდი კრედიტით ვიხდიდი ხოლმე რა და ხო ძალიან რთული მომენტი იყო ჩემთვის რომ მაინც ფრანკფურტში წავსულიყავი და იქ მიარა აი ეს იყო პირველი ჩემი სპექტაკლი სადაც გამოვედით ჩუმად რეპეტიცია აი აქ მიმიკრიაზეც ვიყავით აი ესენი იყვნენ კახაბაკურაძე რობაქიძე ახლა ამის შვილი რაღაც სუდად ყოფილა და აქ მე რატო არ ვარ არ ვიცი რატო არ ჩამწერეს ჩამსვეს მაგრამ ეს სოფო ჩუმად რეპეტიცია აი აქაც ავდგავა მოკლედ აქ იქნება სადღაცა იმასაც გარშემო დავიწყოთ სულ თავი ხო და მოკლედ მეგობრებო ერთი სიტყვით გოუისტის ფესტივალზე აი აქ რო ვიყავით სად არის ჩემი სცენარი? აი, ეს არის ჩემი სცენარი. 24 წუთიანი ფილმის სცენარი იყო ეს. და აქ იყო ყველა პროექტი დაპროექტებული იყო, როდის რა უნდა გადაგვეღო და სცენარის მიხედვით სად რა როდის უნდა გადაგვეღო. აი ეს იყო სცენარი ჩემი პირველი. უბრალოდ სრულყოფიანი ფილმისთვის. ამაშიც მოვიპოვე დაფინანსება. ეს ფილმი დააფინანსა გერმანიის უნივერსიტეტმა 3000 ევროთი და იმ თანხით გადავიღე. ესენი შევქმნით. დაგვქვია შე. აი ну როცა საქმეში აღარ ხარ მე ტერმინოლოგიას გავიწყდება და ყველაფერი გავიწყდება სხვა რაღაცაზე რო ხარ გადართული. ხო კიდე ბევრი რამე არ მინახებია ხა თქვენთვის მართლა ყველაფერს აღარ დაჩვენებთ მოსაწყენი იქნება, მაგრამ ეხა მოდი ვისაუბრებ რა. ეხა ვარ ამაზე გადართული. ქართულ ანბანზე.
მე არ მეგულება არც ერთი ადამიანი ჩემს ასაკში, რომ იმდენი რამე გაეკეთებინოს იმ ვითარების მიხედვით, როგორ ვითარებაშიც მე გავიზარდებ. სად გაიზარდეო, ხო, ესე დაიწყო კითხვა რა, სად გაიზარდეო. ძალიან რთულ ქვეყანაში გავიზარდე პირველი 7 წელი, 8 წელი. ძალიან რთული იყო საქართველოში ცხოვრება. 90-იანი წლები იყო და ყველგან გაჭირვება იყო და ყველგან ისმოდა დედის გინება და პურის პულის არ ქონა და ყველგან ნახავდით მშიერ ადამიანებს და ჩვენ სხვათა შორის ქონია ესეთი მომენტები, რომ პურის პული არ ქონია ხოლმე ოჯახში. გერმანიაში რო წავედით, იქ ძალიან რთული ვითარება იყო ჩვენთვის სკოლაში, იმიტომ რომ ენა არ იცი და ვერაფერს ვერ აგებინებ და ამის გამო იჩაგრები, იმიტომ რომ იქაური მაცხოვრებელი შენ აღ გიქოვს როგორც ლტოლვილს და რაღაცა ისე გიყურებს ამაცებით. მერე ჩამოვედით და ისე რთული ვითარება იყო. და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მეგობრებო რა, მაინც წავედი გერმანიაში და მაინც ვისწავლე. ვისწავლე და ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. და რომ წამოვედი საქართველოში, ხო? აქაც ვისწავლე. აქაც ბევრი რამე ვისწავლე. და თან მით უმეტეს აი ამ მდგომარეობიდან, ანუ მე ხო არავინ არ მაფინანსებდა გარდა გერმანიის უნივერსიტეტში, ჩემივე შრომა მაფინანსებდა მე, ჩემივე ნიშნები მაფინანსებდა, ჩემივე შრომა და ჩემი ჯანი მაფინანსებდა რა. ყველაფერი ჩემით გავაკეთე, არავინ არ დამხმარებია აბსოლუტურად. არც ბებია, არც ბაბუა, ერთადერთი ბიძაშემა გამიკეთა და ანუ ესეთი დაფინანსების ფურცელი, რომ საქართველოდან ფინანსდებოდი, ვითომ რომ იქ უნივერსიტეტში მე მივეღე რა. რაღაც ფირმა ქონდა ბიძაჩემს და ეს ფურცელი გამიკეთა, მაგრამ ფინანსდებით, თორე ისე არავინ არ მიმიღებდა უნივერსიტეტში, ვიზას არ მოცემდნენ სახელმწიფოში რა. და მოკლედ ესეთი რთული მომენტები იყო, რომ აი ყოფილა შემთხვევა, რომ თვიდან თვემდე ზოგჯერ ისე მივსულა, რომ მართლა გეუბნებით, ფული არ მქონია ხოლმე, რომ საჭმელი მეყიდა. თვის ბოლოს ხოლმე, სანამ არ ავიღებდი ხელფასს. და იცით თქვენ, რომ ძალიან რთულია გერმანიაში მუშაობა და მერე კიდე მუშაობა კი არა, სწავლა იმდენად რთულია, რომ აი მე დღესაც მიკვირს, როგორ შევძელი მარტოდ ამ ყველაფრის გაკეთება რა. არც ერთ სემინარს არ ვაცდენდი, არც ერთ ყველა ლექციას ვესწრებოდი. და თან კიდე დამატებით ვმუშაობდი, ყოველ დღე ვმუშაობდი. მიკვირს როგორ შევძელი რა, მართლა მე ჩემი თავის მიკვირს და მაგრად მიამაყება ჩემი თავი, რომ ამდენი რაღაცა შევძელი. გარდა ამისა, ისიც შევძელი, რომ ეხა დადექი და მოდი გამოიტანე შენი სპექტაკლი აბა წიგნების გამოფენაზე, გამოგატანინებე? არა. მაგრამ ისიც შევძელი, რომ გერმანიაში ჩემივე დაწერილი პიესით, ჩემივე რეჟისორობით გაიმართა სპექტაკლი. არ ვიცი. ეხლა სამი შვილი მყავს და სამი შვილის ფონზე მე ჩემს პროფესიას დავაკელი ძალიან ბევრი რამ. მაგრამ იმ დღეს უყურებდი ჩემს შვილებს, რომ ამაზე კარგი რა უნდა შექმნა. ამათზე კარგი რა უნდა შექმნა. და იცოდეთ, რომ ეხლაც არ ვარ მე გაჩერებული, ეხლაც სცენარზე მუშაობ, იცით უკვე რა სცენარზეც. და რატომღაც იცი რა არის ეს სცენარზე მუშაობა, ზოგს იმათ მიაჩნია უკვე რა, აი რომ
აბა რას იტყვის სხვას? იტყვის რომ სცენარზე ვმუშაობო, გესმის? აბა სხვა რაღა დარჩენიაო. ანუ მე რომ მართლაც ამარ მეფის სცენარზე ვმუშაობ, ეს ხალხს ზოგს მიაჩნია ისე რომ აი მე მოვიგონე რომ ვითომ ვმუშაობ სცენარზე, გესმის? რომ ხალხში გავიტანო ეს ხმა რომ აი თამარ მეფეს როგორ გავარდა რაღაცა. აი ეს არის ყველაზე ჩემთვის ყველაზე რთული ანუ გული რატომ ტკივა, იცით, რომ ამას ხალხი მართლა ისე უყურებს რა, რომ რაღაც ზღაპრებს ყვები, გესმით? აი ესე უყურებს. ძალიან ხშირად დამისვია კითხვა, რომ რატო არის ესე რა? მე გეტყვით რატომაც არის ესე. მე ვიცი, პასუხი მაქვს მე ამაზე. როდესაც გერმანიიდან ჩამოვედით ჩვენ ბავშვები, ხო? ესე მე ვიყავი მე-4 კლასში თუ მე-5 კლასში და იმის ნიადაგზე რომ ჩვენი მშობლებისთვის სასირცხვილო იყო ის რომ ჩვენ ლტოლვილად ვიყავით იქ ჩაბარებული გვეუბნებოდნენ რომ აი გვეთქვა რომ აი კარგად ცხოვრობდით მოიგონეს რაღაცა, გესმის? მოიგონეს რომ აი ესე ვცხოვრობდით სადღაც რაღაცა დავიზეპირეთ ეს ჩვენ ყველაფერი და ამას ყვებოდით მე ყველასთან ვინც ვკითხავდა აი როგორი იყო გერმანიაში. და იმის მაგივრად რომ ჩვენ სიმართლე გვესაუბრა როგორიც იყო მართლა ვსაუბრობდით აბსოლუტურად ტყუილს. და ეს ძალიან ხშირად ხდება საქართველოში. და როდესაც ბავშვს მიაჩევ შენ და აი კოშმარები მესიზმრებოდა უკვე იმის გამო რომ მე ამდენს ვიტყუებოდი, იმიტომ რომ ვიღაცას ესე სურს, გესმის? ამის გამო მე დამჭირდა კიდევაც თერაპიის გავლა გერმანიაში. ისევ და ისევ გერმანიაში, იმიტომ რომ მე წავედი ისევ გერმანიაში და ეს ეტყობა ჩვევაში გადაიქცა, რომ აი ვიღაცა რო გეკითხება რაღაცას, ხო? შენ სიმართლეს კი არ ეუბნები, აბსოლუტურად არანორმალურად მოიგონებს სხვა რაღაცას ეტყვი და ვითარებას არ ცვლის. ერთი და იგივე რჩება ვითარება, მაგრამ სიმართლის მაგივრად მოუყევი სულ სხვა ისტორია, გესმის? და ეს მქონდა მე ჩარჩენილი. რომ რაღაცას რომ კითხავენ, სიმართლე კი არ უნდა მოუყვე, ტყუილი უნდა მოუყვე. რომ კითხავენ, აი დამეხმარები დღეს გადაღებაზე? იმის მაგივრად რომ უთხრა რომ მე დღეს სამუშაოზე მივდივარ, ვეუბნები რომ იცი რა მე დღეს არ მცალია ის უნდა დავწერო. აი ხო შეიძლება უთხრა რომ მე დღეს სამუშაოზე მივდივარ, არ მცალია. მაგრამ აი როგორც ჩაბეჭდეს ტვინში იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ჩამოვედით გერმანიიდან, ისე ვაგზელებდი და საბოლოო ჯამში მე თერაპია გავიარე ამაზე. შემაწუხა ძალიან ამ ტყუილების მოყოლამ, გესმის, რომ აი რატომ არ შემიძლია რომ უთხრა ადამიანს სიმართლე. რატომ არ შემიძლია უთხრა რომ რატო ვიყავი დღეს, რატომ არ მოვედი მაგალითად დილით ადრე ვერ გამეღვიძა დროზე და იმიტომ ვერ მოვედი. რატო უნდა მოვიტყუო რომ ავტობუსზე დავაგვიანე? არ ცვლის ვითარებას, გესმის? იგივე რჩება ვითარება. ამიტომ სიმართლე უთხარი არ ჯობია, ვიდრე რაღაცები მოიგონო? და საბოლოო ჯამში განვიკურნე მე ამისგან და მინდა გითხრათ სამწუხარო ამბავი, რომ საქართველოში 99% ამ სენით არის დაავადებული, რომ სიმართლის მაგივრად ტყუილს ამბობს, მეგობრებო რა და ბოლოს იყო ეს მარშრუტკაში ვიჭექი და ჩემს გვერდზე ქალმა ტელეფონი ამოიღო ზარს უპასუხა და ეუბნება, აი ამ დროს არ მცალია, 10 საათზე ხომ არ მოხვიდოდით, ეხლა პაციენტი მყავს და ზის მარშრუტკაში. ამდენი ხალხის წინაშე ამხელ ფსიქოლოგი ქალი იტყუება, რომ ეხლა პაციენტი მყავს, ატყუებს თავის დამდგეგ პაციენტს და ამას ვისმენ მე ხალხო. ფსიქოლოგი ქალი რომ თავის პაციენტს მოატყუებს, რომ მე ეხლა პაციენტი მყავსო და ჩემს გვერდზე დგას გატენილ მარშრუტკაში, ხო? ამან დამშოკა ხალხო. აქ რომელ ფსიქოლოგთან უნდა მიხვიდე, რომელ ფსიქოლოგს უნდა ენდო, რომ ფსიქოლოგიც კი თავის პაციენტს ატყუებს. ეს დიდი შოკია ჩემთვის, მართლა გითხრათ რა. მე იმხელა ძალისხმევა დამჭირდა იმაში, რომ ფსიქოლოგთან გამეარა, ხო, სეანსები, რომ ეს ტყუილი, რატო ვიტყუები გამეგო?
რა ხდება, საიდან წამოვიდა ეს ტყუილი, საიდან მოდის ის თავში, საიდან მომაფიქრდა, რომ ადამიანს ვაფშე სხვა რაღაც მოუყო, ვიდრე არის. და ვიპოვე ეს. და მე ვხედავ საქართველოში, რომ 99%-მა ჯერ კიდევ არ იცის და გაუცნობიერებლად იტყუება. და ამიტომ გონიათ, რომ მეც ვიტყუები, გესმით? ყველა, ვინც იტყუება, იმას გონია, რომ სხვაც იტყუება, განკურნებული არ არის ტყუილისგან. ამიტომ გონია მას, რომ მე ვიტყუები, როცა ვყვები, რომ რამდენი წარმატება მაქვს მიღწეული. მე რომ არ ვზივარ ხა ტრაქში პერო გარჭობილივით, ხო და ისე რომ არ გელაპარაკებით და აი ამ ჭაღარეთმებით რო გელაპარაკებით, ჩემი წარმატებები რაც მაქვს მიღწეული, ხო? და მე რო აღარ მჭირდება უკვე სხვისი აღიარება, რომ აი რა კარგი ხარ და რამდენამეს მიაღწიე და აი ესე ვათქმევინო ყველას და ჩემ თავზე მოუყვე ლეგენდები. ჩემდენი რო ქონდეს აქ საქართველოში ვინმეს მიღწეული მართლა, ხო? იცი რეებს მოყვებოდა ხალხო? მართლა მეფედ დაჯდებოდა. და ჩემი თამდაბლობით, რომ მე ამას არ ვაჟღერებ. ესე ხშირად ყოველდღიურად ჩემს ლაიფებში. მივიღე გუშინის პასუხი, რომ იცი რაო? შენ ჯერ შენი თავი არ გიპოვიაო. ცუდია, მეწყინა ძალიან. და ვიღაცა, ვისაც ჩემი კი არა, 1% აქვს იმის გაკეთებული, რაც მე გავაკეთე. ის იცი ვინები არიან ხალხო დღეს? ფსიქოლოგები, გამოჩენილი ფსიქოლოგები და ისინი სტარები არიან, ვარსკვლავები არიან. რატო? იმიტომ რომ ის მილაპარაკეს, რაც მედიას სურდა. მე არ ვილაპარაკე ის, რაც მედიას სურდა. მე ის ვარ, ვინც ვარ. მე არ ვეძებ სხვაში. მოვატყუო ვიღაცა და აღიარება ტყუილებით მივიღო. ამიტომ მეგობრებო, განახეთ დღეს ჩემი ყველა სიგელი, არა ყველა კიდე არა სრულყოფილად არა. კიდე მაქვს იქ ძალიან ბევრი სიგელი, რომელიც მოძებნაც მეზარება უბრალოდ რა. ეხლა გინება დავიწყე, იმიტომ რომ უბრალოდ სხვანაირად ვერ გავაგებინე ხალხს. და მაგასაც დავიკიდებ რა. ეს სოფელი განწირულიაო, ქრისტემ თქვა. ეს სოფელი განწირულიაო ბოროტებისთვისო და მართლაც ეგრე ყოფილა რა. მთელი ღამე არ დამეძინა. მთელი ღამე ვტიროდი, იცით? რატო ვტიროდი, იცით? ადამიანი აბსოლუტურად სხვა რამეს ხედავს, ვიდრე ვარ. მაგრამ არა უშავს. მე ხომ ეს ყველაფერი ვიღაცა სხვისთვის არ გამიკეთებია რა. ეს ყველაფერი ჩემთვის გავაკეთე. მე მიყვარდა ეს საქმიანობა, მე მიყვარდა სწავლა, მე მიყვარს ეხლაც სწავლა. მე რომ შემეძლოს და საქართველოს უნივერსიტეტს რომ მივეღე, დღემდე ვისწავლიდი. არ მიმიღო, იმიტომ რომ ყველაფერი გაკეთებული გაქვს და ჩვენთან რაღა გინდაო. მაგიტომ არ მიმიღო, გესმის? კიდევ ერთი ფილმი რო გადამეღო, კიდევ ერთი შემოქმედება რო დამედო. არ მიმიღეს. ყველაფერი გაკეთებული გაქვს. ყველაფერი იციო. და ჩვენთან რა გინდაო? აი ამ ფრაზით არ მიმიღეს. დღესაც ვისწავლიდი და სიკვდილის ბოლომდე ვისწავლიდი. ვსწავლობ სიკვდილის ბოლომდე. არ გავჩერებულ ვარ ერთ ადგილზე. იცით რამდენი თემები გავიარე ჩემს თავში? იცით რამდენი რამე ვნახე? იცით რამდენი
გაჭირვებაც გამოვიარე და სიხარულიც გამოვიარე. იცი რამდენი ადამიანი გავიცანი? იცით რამდენი რამე მაქვს ნანახი? არ იცით. ამიტომ მოდით რა, მე გავჩერდები ახლა რამდენიმე დღით. საერთოდ აღარაფერს აღარ ვილაპარაკებ. ყველამ თავის თავს მიხედოს რა. მართლა. კარგად.